Nugzar Tsiklauri, უპასუხოს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით, ნუგზარ. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. თქვენ ძალიან დიდი. ესე იგი, ასეთი ამბავია ნიკას განცხადება, რომ ის ვერ ითანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილთან. მიხეილ სააკაშვილის პასუხი Facebook პოსტით, რომ ვრცელია, მაგრამ ამბობს, რომ მას არ უგულისხმია იმ კონკრეტულ პოსტში, არც უხსენებია და არც უგულისხმია არც ერთი ნიკა. და იგულისხმება მხოლოდ გილაურები. Პასუხი ალბათ მაინც ნიკას გასაცემია საბოლოო ჯამში, მაგრამ პარტიის პოზიცია მინდა, კოალიციის პოზიცია მინდა ვიკითხო, რამდენად ხდის ეს შეუძლებელს სამომავლო თანამშრომლობას, ამ ნაწილში აინტერესებს ალბათ ყველაზე მეტად მაყურებელს ეს კითხვა. ხო, ჩვენ უნდა დაუჯეროთ ჩვენ თვალებს, ჩვენ ყურებს უფრო მეტად. ჩვენ ნახეთ ის ძალიან დასანანი პოსტი, რომელიც გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. რომელიც კი მთავრდებოდა მოწოდებით, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ იმ პოსტში საუბარი იყო ბრალდებებზე და ისეთ ბრალდებებზე, რომელიც პოლიტიკურ თანამშრომლობისათვის იყო საფრთხის შემცველი. და ძალიან ცუდი არის, რომ ეს ტრისხატის ძებნა იქნა დაწყებული არა იქ, სადაც იყო საჭირო. ესე იგი, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არიან ოპოზიციაში, რომლებიც პრინციპულ ბრძოლას ეწევიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ 4-ვე ლიდერი კოალიციისა ცვლილებისათვის არის ახლა ციხეში და როდესაც ასეთ ბრალდებებს ისმენ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი არის, რომ ძალები აღმოაჩინოს შენში იმისათვის, რომ იყოს შემდგომი კოორდინაცია ასეთი ბრალდებების წარმომქმნელთან. ხო, ამიტომ იყო პასუხი, სხვა შორის უნდა დაუფასოთ ქალბატონ თინას, მან მეორე დღესვე იმპოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე თქვა, რომ ეს არ იყო სწორი პოსტი და თუ ვინმეს უნდოდა რამე საუბარი ამ თემებზე, მას გაცილებით ადრე უნდა ეთქვა ეს არის არჩევნებამდე უნდა ელაპარაკოთ ამას. მაგრამ არის კიდე მეორე, კიდე უფრო მთავარი საკითხი, რომ ეს ბრალდებები იყო სიცრუის შემცველი, არაფრით არ ეხმარებოდა ზოგადად სულისკვეთებას იმისას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ ჯერომანი ალტერნატივის წარმოჩენა, ერთიანობის ძალა აღმოაჩინონ საკუთარ თავში. ამიტომაც ეს პასუხიც, რაც გუშინ მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მე ვფიქრობ, იყო ადეკვატური პასუხი და პოლიტიკოსებმა, ყველამ, განსაკუთრებით ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ ასობით 1000 ჩვენს თანამემამულეს და ასეთია ორივე პარტიის ლიდერი, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ასეთი განცხადებები ერთობის სულისკვეთებას არაფრით არ ეხმარება. ხად ეს ახლა დღევანდელი დღე არის ამის დასტური, რომ ეს ერთობის სულისკვეთების ნაცვლად ურთიერთგარჩევებზეა დამოკიდებული და დამყარებული ეს დღე, მაგრამ ეს კითხვა ახლა ზუსტად ამიტომ დგას, რომ ეს ტოვებს თუ არა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას. იგივე ამ ახალ პოსტში ბატონო ნუგზარ მან დატოვა პრეტენზიები მხოლოდ გილაურებთან, მათ გილაურების კლანს უწოდებს და აქაც ფორმულირება ასეთია, რომ ნებისმიერ გილაურების კლანის ან ნებისმიერ სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების პოლიტიკასთან არ მიშვებას ეხებოდა ეს ჩემი პოსტიო. ანუ თუ მისი ეს პრეტენზიები რჩება დამფინანსებელთან და არა აქვს პოლიტიკურ აქტორებთან იგივე პრეტენზიები, ესე იგი თუ ამ სცენარში ივანიშვილთან თანამშრომლობის მისდაუნებურად ჩათრეულები აღმოჩნდნენ ეს ლიდერები, ამ ლოგიკას ავითარებს. გილაურები საერთოდ ბრალობიჩი ამის თქმა კიდე ერთი რაღაც საჩოთირო თემა არის. ბატონო ირაკლი გილაური იყო, რა თქმა უნდა, არჩევნების წინ ჩვენთან დაკავშირებული იმ თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი იდეები, როგორც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს. ირაკლი არა, ნიკა. ასევე ნიკა გილაური, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რაც მას ჰქონდა 2012 წლის შემდეგ, როდესაც მრავალ მთავრობასთან ერთად მუშაობდა ანტიკორუფციულ და ზოგადად ეკონომიკის განსაზღვრულ პროგრამებზე იყო წარმატებული, ეს ურთიერთობები არსებობდა. სხვა ურთიერთობები, მე ფინანსებთან დაკავშირებული ვიცი, რომ ის ეხმარებოდა იმ ფონდს, რომელმაც გადარჩინა ბევრი ადამიანი მოსამართლო ჯარიმებისაგან, რომელიც მათ ივანიშვილის რეჟიმმა გამოუწერა და ესეც არის სავსებით მისაღები და მოსაწონი პრაქტიკა. ამიტომ ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ეხმარებოდნენ სხვას, ესეც არის ჩემთვის გაუგებარი.
ამაშიც არ ეთანხმებით. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს, ვისაც სურს რომ შეამოწმოს კოალიციის ცვლილებებისათვის ფინანსური დოკუმენტაცია შეუძლია მასე შეამოწმოს, ის რომ ეხლა პროკურატურა რაღაცებს ცდილობს ილაპარაკოს, რომ ვითომ ასე იყო, პროკურატურას არანაირი დახმარება ამაში არ ჭირდება. არავისგან არ ჭირდება არანაირი დახმარება. მაგრამ მაინც თქვენის ნებართვით არსზე გადავალ, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, შესაძლებლობა იქნება თუ არა ასეთი ურთიერთბრალდებების შემდეგ ჩვენ ამისათვის უნდა ვთქვათ, სულ რამდენიმე სიტყვა ახლა საცხოვრობთ, როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ და ეს ქვეყანა არის, სადაც რამდენიმე დღის წინ მილიონი ამორჩევლის ხმა აკრძალეს. ემიგრანტების დღეს სხვა ქართველი ემიგრანტების, ესე იგი ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა დროის წინ წავიდნენ საქართველოსდან გადასარჩენა თავიანთი ოჯახების, მაგრამ ოჯახების გადარჩენა ხო საქართველოს გადარჩენა არის, ხო? ეს არ დასვა ასე პოლობის ადამიანმა ჩალვა პაპუაშვილს პირდაპირ ილაპარაკა, რომ ისინი რო ეხმარებიან თავის ოჯახებს. ეს თავის ოჯახებს ეხმარებიან სახელმწიფოს. აი ეს არის მართლა დრამატული ნაპრალი, რომელიც არსებობს საქართველოს მოქალაქეს, ქართულ ოჯახებსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის. როდესაც ვერ ხვდება ის თუ რას ნიშნავს გადარჩენილი ოჯახი, ხო ეს ნიშნავს რომ მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იმ ვითარებაზე, რომელიც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში, როგორ უჭირთ ბავშვებს 70,000 ბავშვი იძინებს მშიერი. ხო ეს ალბათ პაპუაშვილი თulis რომ ეს იმ ბავშვის პრობლემაა, თუ მშიერი იძინებს. ის იმ მშობლის პრობლემაა, თუ ვერ მიუტანა საჭმელი ან სამედიცინო დახმარება ვერ გაუწია თავის შვილს. აი ეს არის მართლა დრამა ჩვენი ქვეყნის. აკრძალეს ეს მილიონი ადამიანი, კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. არის არნახული წნეხი მედიაზე და აქ გულისხმობ ყველა ტელევიზიას, ფინანსურის და ყველა სხვა სახის და მათ შორის აქ და ახლა დღეს უკვე ონლაინ მედიაზე დაიწყეს ლაპარაკი. ეხლა შენ როცა პოლიტიკოსი ხარ ამ ქვეყანაში, შენ როცა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ და როცა აანალიზებ ამ სურათს, რომ რაღაც აი მანიპულაციურ აბსოლუტიზმთან მიდის, ხო? ორუელს მოიშველიებენ ხოლმე ხანდახან. რომ შავი თეთრია, ნათელი ბნელია, აი აქამდე მიდის ახლა ქართული ოცნება. გვაქვს თუ არა ჩვენ ფუფუნება, რომ აი ასეთი დასანანი თავდასხმებით, რაც იყო 2 ოქტომბრის თავდასხმა, მივიპყროთ ყურადღება და არა იმ უმთავრესი საკითხებით, რომელიც ქვეყანაშია. ხალხო, 20 მილიონი ლარი ედო პრემიერ-მინისტრს თავის სახლში. ეს რას ნიშნავს, რომ ყველა მინისტრს ასე აქვს, ხო? ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ასე აქვს მოპარული ოქროს ზოდები გვანახეს და რაღაც ნაკეთობები ხატა ქვეყანაში სადამდეც ის მიიყვანეს. ევროპის გზა დაკეტეს და ეს არის ახლა ქურდების და თაღლითების პარტია და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. რატომ რისი გულისათვის? ამიტომ ეს არის ახლა უმთავრესი საკითხი, მართლაც ოპოზიციის წარმოჩენა პასუხისმგებლობიან სუბიექტებად. ამის რესურსი არის. მე ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად ამის რესურსი. მონაწილეობით. ყველა პროდასავლელი აქტორის მონაწილეობით. იცით რა არის, არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაგალითად ამობენ, რომ ივანიშვილის თამაშით უნდა ითამაშონ და მათ არჩევნებში შევიდნენ და ნუ მათ თავისმა ამორჩეველმა გასცა ახლა პასუხი, ხო? ცოტა ხნის წინ ამ შემთხვევაში გულისხმობ კახარიას პარტიას და ლელოს. ხო, მაგრამ ვინც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები გამოშვებულები ციხიდან და ვინც საქართველოს სახელით ხედავს თავისთავში შესაძლებლობას, რომ ისაუბროს იმ უმთავრეს პრობლემებზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, დიახ, ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან, ასეთ ადამიანებთან, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, ყველასთან ჩვენ ხედავთ შესაძლებლობას, რომ იყოს აი ამ ტიპის ნუ გზარ, აი თქვენ ახსენეთ ორველი და წიგნშიც ასეა, რაღაცა შესავალია, მერე განვითარება და ბოლოს რაღაცა სრულდება. ეს მუდმივი პროცესი, რომ შესაძლებლობას ხედავთ. ძალიან შევიწროებულ, აი ამ თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტორები, მე აღარ განმეორდები ამ პოლიტიკურ სივრცეში. როდის არის ეს დრო?
ანუ პროცესი დაწყებულია, ცდილობა არის თუ იქნება. აი ეს კითხვა, რომელსაც მაყურებელი მოქალაქე თუ რუსთაველზე აქციაზე გახვალთ, ყველას აქვს ეს განცდა, რომ თითქოს დაგვიანებულიც არის ეს ყველაფერი. აი როდის? სოფო, იცით რა არის, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ამ დღეებში ძალიან ხშირად მიუბრუნდი მე თვითონ ვაცლავ ჰაველის შედევრს მართლა ეს დისიდენტური ლიტერატურის ძალა უძალოთა და იქ არის დაახლოებით ისეთივე ვითარება, როგორც ახლა არის ჩვენ ქვეყანაში და იქაც წერს ეს, რომ პოლონეთის, ჩეხეთის, სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება თითქოს და ერთი დიდი ხაზი არსებობს, მაგრამ ყველა განსხვავდება ერთი მეორისაგან და ინდივიდუალური ეს. აქ თავარი კითხვა მე მესმის და ეს ჩემშიც არის ეს კითხვა, როდის, იმიტომ რომ ყველასთვის უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ვართ, მაგრამ თავარი არის ეხლა აი წეღანო ვახსენე, აი ეს აბსოლუტიზმი, ხელით დაალაგებული აბსოლუტიზმს ჩამოაყალიბებს ხელისუფლება, შეძლებს რომ ჯერ თქვენ აკრძალოთ მერე პოლიტიკური პარტია და ჩვენ ამასობაში გართულები ვიქნებით, რომ ვიღაცას ვეთყვით ცრუბრალდებებით, როგორც სამწუხაროდ იყო, რომ ვითომ და შეკრული არის ივანიშვილთან და ხელისუფლება შეუწყობთ ამით ხელს, თუ პირიქით მოვახდენთ კონსოლიდაციას საღი აზრის, საქართველოს ეროვნული ინტერესების გარშემო და დავივიწყებთ რაღაცა იმ რაღაც პარტიკულარისტულ ამბებს, რომელიც არის ზოგადად ყველა ქვეყანაში. აი ეს არის დილემა ეხლა ქართული საზოგადოების წინაშე და გვექნება გარწმუნებ დრო იმისი განსხვავებებზე ვილაპარაკოთ. ეხლა ვისაც სურს ფუძემდებულ პრინციპებზე, ხო, ფუძემდებულ პრინციპებზე უნდა შეთანხმება, ვისაც შეუძლია და ვისაც არ შეუძლია, ხო, ის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შემდგომ ვერ შეძლებს პოლიტიკაში ოპერირებას. ოთარ ჩხეიძეს აქვს ძალიან ცნობილი სიტყვები, ის გადარჩება, ვისაც შესწევს ძალა ურჩობისა. ეხლა არის ურჩობის დრო, არ დამორჩილების დრო, წინააღმდეგობის დრო, არ თანამშრომლობის დრო იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გეუბნება, რომ მე ოქროს ზოდები უნდა მქონდეს სახლში და პატარა ბავშვი კიდე უნდა ყვდებოდეს იმისათვის, რომ არ აქვს მის მშობელს მკურნალობის თანხა. აი ეს არის ეხლა ის შავი და ბნელი, შავი და ნათელი, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ საკითხების, ამ ფუძემდებლური ინტერესების გარშემო ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. როდეს რიტორიკულად არ დამისვამს ეს კითხვა, მართლა გულწრფელად ვიკითხე, უახლოეს ხანში ველით თუ არა ასეთი რამეს დემონსტრირებას თქვენი აზრით, თუ ეს ჯერ კიდევ შორს არის? ერთობის პრეზენტაციის არ გულისხმობთ აქ ერთიან სიას, ერთ პარტიას, გულისხმობთ კონსოლიდირებულ ერთობას საერთო მიზნისთვის, იმიტომ რომ ამის საჭიროებას ამ სტუდიაში მოსული ყველა ცალ-ცალკე ადასტურებს თითქოს, აი განცდა არის. დიახ, მე ვხედავ ასეთ შესაძლებლობას და პირველი რაც ეს უნდა დაეფუძნოს, უნდა იყოს სიმართლე. არ შეიძლება რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ტყუილები, არ შეიძლება რომ ჩვენი სიტყვების მიღმა ახლაც ხედავდეთ რაღაცა მომავალს, რომელშიც უკვე ერთმანეთს ვეჯიბრები და წინასაარჩევნო კამპანია არის. იმიტომ რომ რაც ახლა გვიწევს და ის არის გამანადგურებელი მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსი. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ლიდერის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის. რა პლატფორმაზე შეიძლება მოხდეს ეს ბატონო გზარ, შეიძლება აქ კვლავ ასე ვთქვათ გააქტიურდეს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა? იც რა არის, ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ იმ პრინციპების ერთგული არის, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა შეიძლება იყოს აი ამ დიდი პლატფორმის ნაწილი. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ეს არ არის არც წინასაარჩევნო პლატფორმა და ამიტომ რაღაცა სიებზე მით უმეტეს ლაპარაკი და ესეთი თემატიკა იქნება უცხო ამ პლატფორმისათვის. ვინც ამბობს, რომ ივანიშვილის წესებით არის შესაძლებელი თამაში, ის ამ პლატფორმაზე ვერ იქნება. ვინც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები, როდესაც ციხეში არიან, აი ამ ის პარალელურად ჩატარებული არჩევნებს ფასი ექნება, ის ამ პლატფორმაზე ვერ იქნება. სრულიად ცხადი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ისეთი საარჩევნო ადმინისტრაციით ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც აღარ ტოვებს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, გამოხატული არის თუ არა ქართველი ხალხის ნება. აი ეს არის მთავარი
და ფუძემდებლური პრინციპი ნებისმიერი გაერთიანების და ამაზე მე სხვა შორის ასე გადაჭრით, მაგრამ ასე ამაზე არ არის ჩამოყალიბებული ოპოზიციაში ყველა აქტორი, იქ რისკები სახელდებას, კონსტიტუციის 78 მუხლის შეცვლის თუ ივანიშვილი ჩაატარებს არჩევნებს, რომელშიც თვითონ რაში შეუშალა ივანიშვილს ანტიევროპულ რიტორიკაში, საქართველოს ევროპიდან დაცილებაში იმ მუხლმა, რომელიც ახლა არის კონსტიტუციაში. მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო ეს არ არის დოკუმენტირებული. და რომ არ არის დოკუმენტირებული, სწორედ მაგას ვამბობ. მე აღწერ ვითარებას, რომ ასე ყველა ერთ აზრზე ჯერ მაინც არ არის და ეს ასე წინასწარი მზაობა ფორმულაა, რომელიც ერთობას უნდა დაედოს. ჩვენ გამოვხატავთ მე მგონია რომ ამ შემთხვევაში აი ეს სამოქალაქო ჯგუფები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელთაც არ აქვს პოლიტიკური ინტერესები. მათ არ აქვს ასე აშკარად გამოხატული პოლიტიკური ინტერესები და რუსთაველის გამზირზე მე დავდივარ, იქ უამრავი სამოქალაქო ჯგუფი არის. მე ვფიქრობ, რომ გენერალური აზრი მაინც გახლავთ ის, რომ აი ამ სიბილწეში აღარ წახვიდე მეორედ, აი ამ ტყუილში აღარ შეხვიდე მეორედ. ნამდვილად არ არის ახლა ჩემი მოწოდება, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებზე ვილაპარაკო, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ის ხო კარგად გვახსოვს, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გამოვგლეჯთ მთელ თბილისს, სხვადასხვა რაიონებს მოვიგეთ. ამაზე რჩებიან, ამბობენ, რომ ოპოზიციას ერთიანად რომ მიიღო მონაწილეობა, ეს გამოგლეჯვა შესაძლებელი იყო თბილისისო, ამბობ, ამაზე არიან და თქვენ გითვლიან შეცდომას ბოიკოტში დარჩენის. და რაც გადაწყვეტდა ივანიშვილი, იტყოდა, რომ მოდი ახლა აღარ ვიქნები მე, მოდი აღარ იქნება ეს ჩემი ოქროს ზოდები, აღარ იქნება კორუმპირებული მთავრობა. მაშინაც თბილისი წააგო ივანიშვილმა და წააგებდა ახლაც, ამბობენ. არა, ვერ წააგებდა ერთიანი პოზიციის შემთხვევაში, ყველას მონაწილეობის შემთხვევაში. როგორიც არ უნდა იყოს, თუ არ არსებობს საარჩევნო წესები, თუ არ არსებობს, თუ პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში და ხედავთ ახლა, ხო მარტო პოლიტიკური ლიდერები ხომ არ არიან ციხეში. ხო თქვენი თანამშრომელი მაგალითად ახლა შემხვდა რომ შემოდიოდ, მის შვილი არის დაკავებული, ასობით ადამიანი არის დაკავებული რისი გულისათვის, რასაკეთებენ ეს ადამიანები. რა დააშავა 9 შვილის დედა მაგალითად ისეთი რომ ის არ გამოკეტო ციხეში ამ პატარა ბავშვმა, ან იმ გოგოებმა, რომლებიც სკანდირებენ. ეს ეხება ყველას, იმიტომ რომ მიდის სრულ აბსურდთან. ხელისუფლებას აღარ აქვს ხალხის იმედი. ძალიან კარგი რემარკა იყო, რაც თქვენ ბრძანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიო თავის ოჯახებს არ ჩენდენო. აი ეს არის ტრაგიკული გაუცხოება ამ ხელისუფლებისა საკუთარ ხალხთან, არა კოალიციაცულებებთან, არა ნაციონალურ მოძრაობასთან, ან სხვასთან, არამედ საკუთარ ხალხთან არის ახლა დიდი გაუცხოება. ამიტომ არის ახლა მთელი პოლიტიკური კლასისაგან აი ეს ამბავი, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ხალხის მტრად გადაიქცა, მოითხოვს კონსოლიდაციას, არა მხოლოდ იმიტომ, რაზეც აქ სამართლიანად ილაპარაკეს, რომ მთელმა უცხოეთმა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს პროცესი დაიძრა, ახლა დაინახოს, რომ საქართველოში არსებობს დიდი ალტერნატივა, დიდი სამშვიდობო, პრინციპული ალტერნატივა იმ ვითარებისათვის, რაცაც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი. არა მხოლოდ ამიტომ. ეხლა მთავარი არის, რომ ჩვენ არ დავაზიანოთ აი ამ მტრის ხატის ძებნით ერთმანეთი. ის სიტყვები ის იყო ძალიან მძიმე გამოსვლა ჩემთვის, სრულიად მიუღებელი გამოსვლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას პასუხიც იყო სრულიად ადეკვატური ამ ვითარებაში, თუმცა არსებობს კიდე დიდი ამბავი, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელიც შეეხება იმ გარემოებას, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ არ გადაინაცვლოს მესამე კალათაში. როდესაც ამბობენ, აი ხო აშკარად ხედავთ ახლა რომ პოზიციაც ასეთია, რომ ის შეძლებს ამ წყენის გადალახვას, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო რომ რაც აქამდე მომხდარა და პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ, ხო ეს ძალიან კრიტიკული გამონათქვამი ვერსია, მაგრამ ყველაფერი რაც აქამდე მომხდარა ნიკა მელიას თავს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის მისთვის გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე ნებისმიერი რაღაცა მიკროკონფლიქტი. ანუ ეს გადალახვადია თუ სამომავლოდ არ იქნება ურთიერთთავდასხმები, ასეთი რა თქმა უნდა, ეს უნდა შეწყდეს. ძალიან კარგია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხალბატონ თინას აქვს აი ესეთი პოზიცია, რომ პირდაპირ გაემიჯნა იმ ვითარებას, რომ აი ესეთი უსაგნო ბრალდებები იყოს ოპოზიციურ ლიდერებს შორის. და მე ვფიქრობ, ახლა როდესაც დგება ეს დილემა ჩვენს წინაშე, ვილაპარაკოთ გამუდმებით იმაზე, რა თქვა სამი კვირის წინ სააკაშვილმა,
ხო თუ ვილაპარაკოთ იმაზე როგორ უნდა გადარჩეს ეს ქვეყანა და რა ძალისხმევა უნდა მივმართოთ აქეთკენ რა თქმა უნდა ეს არჩევანი იქნება ასეთი თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მის პოზიცია ალბათ გამოქვეყნდება თუ კი ეს საჭირო ჩაითვლება თავად მის მიერ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი